Excel-ში მონაცემების დიდი მასივის ჩასაყენებლად ხელსაყრელია მისი ცვალებადი ზომების ნაწილებად დაშლა. ფურცლის ნებისმიერ ფრაგმენტში შეტანილი ცვლილება ეხება მთელს ფურცელს. პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გადადით ჩანართზე view. ჯგუფში window დააწკაპუნეთ ხილაკზე split. ცხილოვანი ველი გაიყოფა 2 ან 4 სექტორად, მონაცემების მიხედვით უჯრედებში. შენიშვნა. ერთ სექტორში ფურცლის დატრიალებისას შეგვიძლია შევცვალოთ, დავაკოპიროთ ან ამოვჭრათ ტექსტი, ხოლო შემდეგ ჩავსვათ იმავე დოკუმენტის სხვა სექტორში, საჭირო სექტორში თაგვის ხილაკის ჩაწყაპუნებით. სექტორების ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების ზომები შეგვიძლია შევცვალოთ ჩვეულებრივი ფანჯრის ზომების შეცვლის მსგავსად. მეორე მეთოდი. გახსნილი დოკუმენტის ფანჯარაში მიიტანეთ კურსორი დაყოფის რეგულატორზე, რომელიც განლაგებულია ვერტიკალური დატრიალების ღერძის ზედა ნაწილში ან ჰორიზონტალური დატრიალების ღერძის მარჯვენა ნაწილში. როდესაც კურსორი მიიღებს ორმხრივი ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ისრების ფორმას, გადაიტანეთ დაყოფის რეგულატორი ქვემოთ ან მარცხნივ საჭირო მდგომარეობაში, ახალი სექტორების შესაქმნელად. იმისათვის, რომ გავაუქმოთ ფანჯრის დაყოფა 2 ეკრანად, საკმარისია პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში 2-ჯერ დააწკაპუნეთ დატრიალების ღერძის დაყოფის ნებისმიერ ნაწილში. მეორე მეთოდი. გახსნილი დაყოფილი ფურცლის ფანჯარაში გადადით ჩანართზე view. ჯგუფში window ისევ დააწკაპუნეთ ხილაკზე split. პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში დააწკაპუნეთ ჩამუქებულ ნულოვან უჯრედზე, ფანჯრის მარცხენა კუთხეში, A სვეტის მარცხნივ და პირველი სტროფის ზემოთ. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის ფანჯარაში გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-A ან Ctrl-Shift-Space გამოტოვების ღილაკი. გამოყოფის შემდეგ ფურცელი აქტიური ხდება. აქტიური ფურცელი ის ფურცელია წიგნში, რომელზეც ხდება მუშაობა მიმდინარე შემთხვევაში. მისი სახელი იარაღზე გამუქებულად არის გამოყოფილი. შენიშვნა. იმისათვის, რომ მოხსნათ გამოყოფა, დააწკაპუნეთ ფურცლის ნებისმიერ უჯრედზე. გახსნილი წიგნის ფანჯარაში დააწკაპუნეთ თაგვის მარჯვენა ღილაკზე წიგნის ნებისმიერი ფურცლის იარაღზე. კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Select all sheets. შენიშვნა. იმისათვის, რომ მოხსნათ ყველა ფურცლის მონიშნა, აუცილებელია 2-ჯერ დავაწყაპუნოთ ნებისმიერი ფურცლის იარაღზე.